ნიჰილიზმის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი და მთავარი მოტივი არის ის, რომ ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ აი ვიკრიბებით, საუბრობთ, ხვდებით და მერე რა. იქ სადაც ადამიანები ხედავენ, რომ მათი სიტყვა არის გადამწყვეტი. ეს არის მთავარი მოტივატორი ჩართულობის. თვითმმართველობა, როდესაც ხელს უწყობს ჩართულობას და რაღაცა გააწყვეტილების პროცესში, რომელსაც მithumetes მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება, ჩართავს თავს მოქალაქეების, ჯგუფებს და იმათას ითვალისწინებს, თვითონაც თავს იზღებს. ჩართულობა როდესაც იზრდება, იზრდება მოქალაქეების კმაყოფილება, ეს ვერ გავიგებთ ჩვენთან. ახალგაზრდობა ყველაზე მეტად პრობლემური არის, ხო? პარიზში იქამდე მივიდა, რომ სკოლებში დაიწყეს მონაწილეობითი ბიუჯეტის კეთება, ანუ სკოლის მოსწავლეებს არჩევნებენ რისი გაკეთება სურთ მათ სკოლებში. ჰელსინკში მაგალითად გააკეთეს პროექტები ჩემი უმანი და იქ ცალკე გააკეთეს ახალგაზრდებისათვის სეგმენტი, ანუ გამოყვეს კაფინანსება ახალგაზრდულ პროექტებს. სოფში რომ არ გავდები მონაწილეობის ბიუჯეტირებას, პორტუგალიის გამოცდილებას გავეცანი და იქ სხვათა შორის ეს მონაწილეობა არა მარტო ადგილობრივ, არამედ ცენტრალურ დონეზეც გააკეთეს და მაგისთვის იყენებდნენ თურმე ბანკომატებს. ანუ ბანკომატის შეგეძლო მიგისულიყავი და ხმა მიგეცა. ესტონეთმა დაიწყო მაგალითად ვალდებულება აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელსაც ის ახორციელებს, ონლაინ რეჟიმში უნდა გამოაქვეყნოს. შვედეთში მაქვს ნანახი, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, აი მოქალაქე, რომელიც მიდის მუნიციპალიტეტის შენობაში რაღაც სერვისის მისაღებად, იმას ხვდება დიდი მონიტორები, სადაც აბსოლუტურად მთელი საჯარო ინფორმაცია, მათ შორის ეს ტრანზაქციები, მიმდინარე პროექტები, რომელი რა ეტაპზეა, რომელ ტენდერში ვინ არის შერჩეული, ინტერაქტიულად გამოდის, ანუ 1 საათი რო იდგე ხა ვიცენა იცი შვედური, შეძლოს რომ მთელი საჯარო ინფორმაცია რაც აინტერესებს მიმდინარე ბიუჯეტთან დაკავშირებით, უპრობლემოდ მიიღოს. ადამიანი, რომელიც თავად შეარჩევს პროექტს და თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, ის არასდროს მან უკმაყოფილებას იმის მიმართ აღარ გამოთქვამს.